რაოდენობით განსაკუთრებით აი ბავშვებზე მაშინ უსვამდი ხალხს რომ ღია ფერის ჩაი უნდა მივცეთ ბავშვს პიტნის ჩაი იმიტომ რომ მენთოლი სუნთქვის ცენტრებზე მოქმედებს და შეიძლება ბავშვს რამე ზიანი მივაყენოთ აი სუნთქვაც კი შეეკრას ამიტომ მე გირჩევთ რომ აი მენთოლიანი არის ძალიან მწარე საღიჭი რეზინები ბავშვებს მოარიდოთ ეგ არ მისცეთ ხოლმე აი ეს ჩვეულებრივი საღიჭი რეზინა კიდე შეიძლება იმიტომ ხა თქვენ წავდგინეთ საღიჭ რეზინასაც ძალიან დიდი დადებითი ის აქვს ტვინის მომარაგებას ღეჭვის პროცესში მატიტელას გარდა რა ჩამოთვალეთ კიდე ბატონო მატიტელას გარდა რა ჩამოთვალეთ ჩატარა მატიტელა ნიახური დათვის ყურა შვიტა შვიტა ესენი შეიძლება ორსულისთვის ახლა ძალიან ბევრ ნაკრებში მიხსენებია თავშავა არაფრით არ შეიძლება ორსულისთვის შეიძლება მუცელი მოეშალოს და ნებისმიერი არ შეიძლება კიდევ სენადე და ეგეთი რაღაცეები რაც იწვევს დიარეას კუჭის აშლილობას რაღაცა ისეთი მექანიზმი ორსულობაზეც ძალიან ცუდად მოქმედებს და ეს უნდა გავითვალისწინოთ არა და ეხლა რამდენ კერძებში იყენებენ თავშევას სულ არ ვიცოდი ეგ მე რა არის იცით ეხლა კერძში მოხმარებული ნუ რამდენი უნდა ჩაყარო თქვათ კერძი 3 ლიტრა წყალი მაინც ხო არის არა რა კერძში წვნიანი ალბათ არა სალათებზე იყენებენ ხშირად პიცაზე ზემოდან მოსაყრელად ხო, მაგრამ მაინც ეგ პიცასაც ახლა ყოველდღე არ მივირთმეთ. ეს არის აი სამკურნალოდ არ უნდა გამოვიყენოთ. ანუ ინტენსიურად არ უნდა ვსვათ ეს ბალახი და დიდი კონცენტრაციით. თორე ეს მცირე რაოდენობით არაფერი ავნებს ადამიანს, მაგრამ უბრალოდ ზომიერება რა საჭირო ოქროს შუალედის მოძებნა. ეხლა იგივე დღეს ხო სასუნთქი გზებზე უნდა ვილაპარაკოთ. ეხლა ძალიან ბევრ ხველებისთვის წამალში არის თავშავა. ეხლა ორსულს როცა ვაძლევთ, თავშავა არ ამოვიღოთ იმ ნაკრებიდან. ეხლა ხოლს ტოქსიკოზე ვლაპარაკობთ, მაგრამ იქ ხაზგასმით, რომ თავშავა არ შეიძლება და სხვა კუჭის ამშლელები არ შეიძლება, ჩაიწერეთ და ხაზი გაუსვით. ეს უნდა სულ გქონდეთ თავში, რომ რამე შეცდომა არ მოგივიდეთ. კითხვები თუ ამ თემასთან დაკავშირებით? ეს საინტერესოდ ამბობდით რაღაცა ჩემთვის ახალი იყო საღიჭი რეზინასთან და ტვინთან დაკავშირებით. ნუ უბრალოდ ეხლა როდესაც ყბები მუშაობს, თავისთავად სიცხით მომარაგება, ის კი არა ინსულტიანებს, ინსულტ გადატანილებს უკვე ხშირად ეუბნებიან რომ დაღეჭოს კევი, ანუ საღიჭი რეზინი. იმიტომ რომ ერთ-ერთი ვარჯიშია თქვათ იმ ინსულტის დროს თუ მოხდა დარღვევა მოძრაობის ვერ ლაპარაკობს წესიერად მოკლედ სისხლით მომარაგებას აი ის ორგანო რაც მუშაობს სისხლით უკეთესად მარაგდება ხო ეგრეა თუ არ ვირბენ ღეჭვაც იგივეა ხო და ძალიან სასარგებლოა მეგობრებო ნაძვის კევი ბავშვებს თუ გინდათ რომ თან არგოთ მით უმეტეს როცა არის გრიპების პერიოდი
იმუნურ სისტემაზე ძალიან კარგად მოქმედებს. ნაძვის კევი ფიჭვისგანაც აკეთებენ რძეში ადუღებენ და ის სიმწარეები გამოდის და მაგრამ უფრო სასარგებლო უფრო ნატურალური არის ნაძვის კევი ძუძუკევა ქვია ვინც იგივე მანგლისში ან სურამში ბორჯომში ხართ ნამყოფი იქ იყიდება ხოლმე ესეთი მოვარდისფრო მოიასამისფრო ესეთი მრგვალი მარცვლებია და ეს არის ზუსტად ის ფისი რომელიც ნაძვიდან გამოდის ჭრილობის შესახურცებლად იქ იხმარება ნაძვის შემთხვევაში ნაძვი თვითონ კურნალობს თავის თავს ამ ანტიბაქტორიულ ანტივირუსულ ანტისოკო რაღაცას უშვებს ეს ეთერზეთი თებით შექმნილი ბურთულები წარმოიდგინეთ ახლა ამ ხელა ხეს მკურნალობენ და ადამიანისთვისაც რა სასარგებლო იქნება შეგიძლიათ აი ამ მე რა რაიონებით ჩამოთვალე კვირაობით იყიდება ხოლმე ეს კევები და მოიმარაგოთ ზამთრისთვის ძალიან სასიამოვნო ნაზი გემო აქვს ლია ხო გაგასინდული მეც ახლა უკვე ვეღარ ვშოულობ და დროს არა ვარ მანგლისში რომ ეგ შევიძინო დიდი სიამოვნებით სიამოვნებასთან ერთად ესე იგი ჯერ ერთი პირის ღრუს დეზინფექციას გააკეთებს მოკლედ ერთ სიტყვით ბევრი კარგი თვისება აქვს და ეხლა მოდით დავიწყოთ ზეგას სასუნთქი გზების დაავადებებით ესე იგი ოჯახი არ არსებობს და ადამიანი ვისაც ეს დაავადება ერთხელ მაინც არ გამოუვლია ბავშვების პატრონებს ხო ზამთრის პერიოდში ალბათ ისე ხშირად აქვთ ეს პრობლემები უკვე კურნალობის მეთოდებიც ალბათ ზეპირად იცით ის რომ ვირუსის შემთხვევაში ანტიბიოტიკი არ უნდა მისცეთ იმიტომ რომ ტყუილად მისცემთ ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსზე ბაქტერიებზე კი ბატონო მაგრამ აი სულ ძუძუმწოვრობიდან რომ ძალიან ძლიერ ანტიბიოტიკებს ნიშნავენ ხოლმე და მე რეზისტენტობა ანუ მე უგრძნობელი რო ხდება ბავშვი ანტიბიოტიკებისადმი აი ეგ ძალიან ცუდი თვისება და მე მგონი რაღაცა სამინისტროს დონეზე იყო ერთი პერიოდი ანტიბიოტიკების აი ესე დანიშნა მაგრამ ქართველები ჯიუტები ვართ ჩვენ თვითონ მივდივართ აფთიაქში აბა ძლიერი ანტიბიოტიკი და ვირუს გრიპების შემთხვევაში აბსოლუტურად აზრი არ აქვს ანტიბიოტიკის მიცემას უარესი ხო უფრო ვასუსტებთ იმუნური სისტემა ხო უფრო უძლური ხდება მერე რომ ვირუს ნუ სასარგებლო ფლორაც იხოცება და თავისთავად ახლა ხო და საქმე იმაშია ადრე აი ამ ჩვენ მიკროფლორას ჩვენ ნაწლავებში რომ არსებობდა მარტო მივაწერდით ხოლმე საქმის მომნელებელ როლს აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი ჰორმონი ძალიან ბევრი ფერმენტი გამომშავდება მათი საშუალებით ამიტომ წესრიგში უნდა იყოს ჩვენი მიკროფლორა რომელიც ჩვენთან ერთად თანაცხოვრობს და არ არის პათოგენური მერე ვირუსის შემთხვევაში 38 ნახევრამდე უნდა მოითმინოთ და არ მისცეთ
სიცხის დამწევი, იმიტომ რომ ვირუსი გამრავლებას წყვეტს ამხელა ტემპერატურაზე. ერთადერთი მაღალი ტემპერატურა იცოდეთ, რომ საშიშია თავის ტვინისთვის. ამიტომ უამრავი ხალხური საშუალებაა. ძმრიანი ტილო, მაგრამ სუფთა ძმარზე არ არის ლაპარაკი. 1/3 წყალი 1/3 ძმარი 1/3 არაყი ოღონდ ძალიან ძლიერი არა. ძალიან ეფექტურია შუბლზე ამნაირი ტილოების დაფენა და ორგანიზმი თვითონ იტანს. არც ერთი ორგანოსთვის საჭირო არ არის 38-39 ტემპერატურა ერთადერთი თავის ტვინისთვის. და ამასაც გავაგრილებთ. თვითონვე მოერევა ბავშვი, ჯერეთი ბავშვობის ასაკში და ჩადებულია თვითგანკურნების, თითქოს იმუნიტეტი ისეთი მაღალი არ აქვს ბავშვს, მაგრამ აი რაღაცა მექანიზმები აუხსნელი ჯერ კიდევ არსებობს, რომ აი თვითგანკურნებაც შეიძლება მოხდეს, ისე რომ ზედმეტად გაგიჟება ზოგმა დედამ რომ იცის და ისე არ არის საჭირო. გამიგონი ფუნქციონალურია აფერენ ფეხსაც აცმევენ ნაცკეფ ფეხსაც ხო ეგ რა თქმა უნდა მოკლედ ხალხი არის ბრძენი სულ არ იყო ანტიბიოტიკები სულ არ იყო უამრავი სხვა წამალი და მაშინ აქამდე ვერ მოვახწევდით კაცობრიობაზე ვლაპარაკობ უკვე და არა მარტო ქართველებზე რა თქმა უნდა ძმრით დაზელვა ეხლა ის კი არა უცხოეთში ჩვენზე შორს წავიდნენ ცივაბანდა აბაზანაში აწვენენ მაღალ სიცხიან ბავშვს ჩვენ მაგდეს ვერ გავბედავთ მე არ ვიცი ეხლა არ მეგულება არც ერთი ქართველი დედა თუ ემიგრანტი არ იყო და იქ რამე არის სწავლა მსგავსი წყალში არ ჩააწვენ სიცხიან ბავშვს